ბატონო ბესარიონ, როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აი უკანასკნელ თვეებში მიმდინარეობს არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები მართალია იმ რაოდენობით არა, როგორც დაიწყო საპროტესტო აქციების დროს, მაგრამ არის ეს საპროტესტო ვთქვათ გამოსვლები, იგივე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები. ამას აცხადებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. თქვენი განცდა როგორი არის, რა ხდება? ჩვენ წინა შეხვედრაზე, ჩვენი შეხვედრა იყო არჩევნებამდე. დიახ. იქ აღნიშნე მე, რომ ეს მიმდინარეობს სიძულვილის არჩევნები. რომ მამოძრავებელი ძალა მთავარი ამ არჩევნებში არის სიძულვილი. არავინმეს მოწონება რომელიმე პარტიის, არამედ პირიქით, რომ ვიღაცა ძულს და ამის საპირისპიროდ აძლევენ ხმას. სიძულვილის არჩევნები დამთავრდა, სიძულვილი დარჩა. იგივე ჩატარდა ამერიკაში, სხვაშე ჩვენ მაშინ ამერიკაც ვახშენთ. რომ ამერიკაში ჩატარდა სიძულვილის არჩევნები. და სიამოვნებაში საქართველოში და ამერიკაში დაახლოებით ერთნაირი პროცესები მიდის. ეს არის ბრძოლა კონსერვატივსა და ლიბერალის შორის. ისე რომ ახალი არაფერი არ არის აქა, გავიხედოთ, გამოვიხედოთ ევროპა და ამერიკა ომობენ. ახლა ერთ წუთში წავიკითხე, რომ იქ ამერიკამ ევროპას დაუწესა სანქციები, ევროპამ ამერიკას დაუწესა სანქციები და ესე იგი ეხმალავებიან ერთმანეთს სანქციები. ეს არის ეკონომიკური ომი. მეტი კი არაფერი არ არის, ეკონომიკური ომია. ხოლო რაც შეეხება აი ამ გამოსვლებს, ეს გამოსვლები გადაიქცა რაღაც საფიქროდ. ტუსოვკასავით არის, იცით როგორ ეს ხალხი ქუჩაში გამოსვლას მიეჩვია. და მართლაც მესტის სამედროვე საზოგადოებაში ადამიანები არიან ატომიზირებულები. იქ ქუჩაში გამოდიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, მეგობრებს ხვდებიან, დროს ატარებენ. ეს უკვე ის კი აღარ არის პროტესტი, ეს არის რაღაც სოციალური მოვლენა, რა დავარქვათ, ძნელი სათქმელია, საფიქრო დავარქვათ, გნება ტუსოვკა დავარქვათ. ეს აღარ არის პროტესტი. ის კი არა, მე ვფიქრობ ხოლმე ხან რომ ეს საბაბი რო არ ქონდეთ ქუჩაში გამოსვლის, საფლებმა რა უნდა გააკეთონ, ალბათ ფსიქიატრს უნდა მიმართონ. ამ ფსიქოლოგს, იმიტომ რომ მარტო დარჩებიან თავის თავთან. ეს უკვე არ არის ეს რაც ეხა ხდება, ეს აღარ არის პოლიტიკური პროტესტი. ეს არის სიამოვნებაში სოციუმის ერთი ნაწილისთვის გართობა.